მოგესალმებით. ზურაბ ცეცხლაძე ვარ, ზვიად ცეცხლაძის მამა, სინდისის პატიმრის. შეგიძლიათ ტექსტს, ჩემი დიალოგის შემთხვევაში, საუბრის შემთხვევაში შემაწყვეტნო, თუ რაიმე გაინტერესებთ და დამისვათ შეკითხვა. მოკლედ, ორი ფორმა არსებობს, ეს არის სამართლებრივად, როგორ უნდა განხორციელდეს პოლიტპატიმრების დახსნა ციხეებიდან და ფაქტობრივად რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ადამიანები ციხიდან დავიხსნათ. ჩვენ ციხეში გვყავს სხვადასხვა კატეგორიის, ამ შემთხვევაში ყველა ერთი მიზნით არის დაკავებული, არიან სინდისის პატიმრები, არიან ასევე აქციაში აქტიურად მონაწილე ადამიანები, რომლებსაც წამალი ჩაუდეს და ციხეებში გამოკეტეს, არა 225 მუხლით კონკრეტულად აქციებში მონაწილეობისათვის, რომ ძალადობრივი ჯგუფების შექმნეს და აორგანიზეს ხელისუფლების დამხობის მიზნით. ასეთი მუხლით არ არიან ასამართლები და კონკრეტულად წამალს ედავებიან, მაგრამ ეს ადამიანებიც აქტიური აქციის მონაწილეები იყვნენ და არის მესამე კატეგორია პოლიტიკური პატიმრების, რომლებიც წულუკიანის კომისიის შემთხვევაში, არ მისვლის შემთხვევაში მიუსაჯეს 7 და 8 თვე. სამი კატეგორიის პატიმრები გვყავს. სამართლებრივად ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ადამიანების ციხეებიდან გამოყვანა შესაძლებელია პირველი თუ სასამართლო გაამართლებს მას ახობაძის შემთხვევაში როგორც მოხდა და არის სხვა შემთხვევებიც, ვინაიდან ჩვენ ვართ ბრძოლის რეჟიმში, მთავარი რაც უნდა გაკეთდეს, ხელისუფლება უნდა, რეჟიმი ამ შემთხვევაში, რომელიც ფუნქციონირებს ქვეყანაში, de facto უნდა ვაიძულოთ, მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება ამა თუ იმ პატიმრის მიმართ. მაგალითად, ძალიან დიდი ზეწოლა იყო მზია ამაღლობელის საქმეზე და შესაბამისად რეჟიმი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეეცვალა მუხლი და უფრო მსუბუქი მუხლით გაუშვა. თუმცა თუ დავაკვირდებით რა ფენომენთან გვაქვს საქმე, ნახავთ რომ როცა მას ედავებოდნენ პოლიციელზე თავდასხმას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა ეს ნორმა, შეუცვალეს უფრო მსუბუქით, რომელიც იწყებოდა 0-დან 2 წლამდე. ეს მუხლი ითვალისწინებს ასევე ჯარიმას, ასევე შიდა პატიმრობას და წარმოიდგინეთ სასამართლომ რა გააკეთა, 0-დან 2-მდე იყო მაქსიმუმი მუხლის და მზია ამაღლობელს მაქსიმუმი მიუსაჯეს ამ მუხლის გათვალისწინებით. მაშინ როცა შეიძლებოდა უფრო მეტი აქტიური ზეწოლა რო ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რეჟიმი სხვა შემთხვევაში, რეჟიმი მხოლოდ ძალის ენას ცნობს, როგორც რეალურად ჩანს, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ზეწოლა რო ყოფილიყო, როგორც შიდა, ისე გარე ზეწოლა, სასამართლოს მიაღებინებდნენ გადაწყვეტილებას, რომ 7 თვეა ზის, 0-დან 2 წლამდე ხო არის, 7 თვეა ზის, მას ჩაუთვლიდნენ და ორ საქმე გაკეთდებოდა, ერთი რომ გაუშვებდნენ სახლში და მეორე დამნაშავედ მაინც ცნობდნენ. ხო ხვდებით რეჟიმი როგორ მუშაობს. როცა ზეწოლა ნაკლებია, შესაბამისად მათი გადაწყვეტილებებიც არ მიდის იმ მიმართულებით, რომ ვინმეს მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები გამოიყენონ. საბას ხვიტარიძის გადააკვალიფიცირეს, საბას ხვიტარიძის საქმეც. მე არ მჯერავს, რომ ვიღაცას რაღაცას ვერ უმტკიცებენ და ამიტომ ხდება გადაკვალიფიცირება ან რაღაცა. ეს არის აბსოლუტურად და არარეალური, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დღეს სასამართლო, რომელიც ზუსტად იმ ციფრს დაწერს, რასაც ეტყვის შუშის სასახლიდან. გამორიცხულია რომეო ტყეშელაშვილი გამზადებული იყო 20 წელი მიესაჯა ახობაძისთვის და ზუსტად 9 საათით ადრე უთხრეს, რომ უნდა გაუშვა. მაშინ როცა სახელაშვილი გამზადებული იყო, რომ მიესაჯა 4-დან რაღაცა და დაავალეს და გადააკვალიფიცირებინეს და იქაც დაავალეს და უთხრეს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმუმი უნდა მიუსაჯო. როცა ამ პირობების სასამართლო
სასამართლო გვაქვს, მე არ მჯერავს, რომ აი კობახიძის განცხადება, რომ ვიდეო არ ქონდა გადაღებული წამლის ამოღების დროს და ამიტომ სასამართლომ გაუშვა სახლში, არ მჯერავს მე ასეთი რამის. ამიტომ ცვიტარიძის საქმეს განსაკუთრებულად განსხვავებული იყო ინდივიდუალურად იმ თვალსაზრისით, რომ ცვიტარიძის მიმართ სისტემური წამება გამოვლინდა სამმართველოს შენობაში, ორჯერ აწამეს. ამ საქმეზე სპეციალურ სამსახურს მიმართეს ადვოკატებმა და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ამ საქმეზე იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. ანუ ნახეთ, ეს ისეთი მძიმე პრობლემა გახდა შემდგომში რეჟიმისთვის, რომ დათმობაზე სწორედ იმიტომ წავიდა, რომ მერე ალბათ რაღაც ფორმით ამათაც უნდა თხოვონ, რომ გარკვეულად დაუთმონ. ჯერ ეს არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ იმას ვარაუდობენ, რომ ჩვენ მუხლი რო შეგიცვალეთ, ეხლა ალბათ თხოვენ იმას, რომ ან უარი თქვას თავის საჩივარზე, რომ დაობს სპეციალურ სამსახურებში ამ პოლიციელების მიმართ, ვინც აწამეს. ხო, აი ამ სურათს, მთელ სურათს თუ გადავხედავთ, თუ ნახავთ, რომ კიდე ერთი ფაქტორი გარემოება რა ხდება, ნახეთ, ისინი, ვინც 225 მუხლით გაასამართლებენ და გაასამართლეს, მათ აბსოლუტურად არც გადაუკვალიფიცირეს და ყველას მიუსაჯეს. ახობაძის განთავისუფლების შემდეგ კიდე ორს მიუსაჯეს, ზუსტად 4 წელი და 6 თვე. მანამდე 4-ს მიუსაჯეს ჯიქიას მიუსაჯეს, მინდაძეს მიუსაჯეს, კვარაცხელიას მიუსაჯეს და მათედევიძეს 4-ს. და ეხლა კიდე 2-ს მიუსაჯეს, გვარები დამავიწყდა. ანუ ნახეთ, ესე იგი, ვისაც 225 მუხლს ედავებიან, იმათ მიმართ არის რეჟიმი აბსოლუტურად სწორხაზოვნად ამბობს და თავის ამომრჩეველს ეუბნება რას არჩევნების წინ, რომ ნახეთ, პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებამაც ზუსტად ეს დაადასტურა, რომ ჩვენ გვაქვს სასამართლოს ძალიან მაღალი სტანდარტიო, მიუხედავად იმისა, რომ ამას წამალი მართლა ქონდაო, პირდაპირ ასე ამბობს რეჟიმის პრემიერ-მინისტრი, წამალი ქონდა, უბრალოდ ვერ გადავიღეთო და მტკიცება არ ქონდაო, თორემ წამალი ქონდაო და მიუხედავად აი ამ მცირე ლაფსუსი მოგვივიდაო საქმეშიო და სასამართლოს ისეთი მაღალი სტანდარტი აქვს, რომ აიღო და გაუშვაო. ანუ სასამართლო ძალიან ობიექტურიაო და თავის ამომრჩეველს უნდა უთხრას, რომ ამ ობიექტური სასამართლოს პირობებში ამაც უყველას ეხლა ვინც 225 მუხლით არის და ვინც კონკრეტულად ხელისუფლებას რეჟიმს ებრძოდა, თავის ამომრჩეველს უნდა უთხრას, რომ ამ ობიექტურმა სასამართლომ დაუმტკიცა ამაც უყველას, ესენი მართლაც ორგანიზებულად ძალადობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, შტურმს აწყობდნენ პარლამენტზე, ხელისუფლების დამხობა უნდათ და ასე შემდეგ. ანუ ამათგან მაინც ქმნიან ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფს, რომლის გამოყენებითაც არჩევნებზე უნდა იმანიპულირონ, ამავდროულად იმანიპულირონ უნდა იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლო ობიექტური აქვს, აგერ გაუშვენ, გამორიცხული არ არის, ნიკა კაციაც გაუშვან, გარკვეულწილად წამლის ჩადებით ვინც არიან დაკავებული რაღაც ტვირთათაც კი ადევთ. ახლა მე თუ მკითხავ, ძალიან საინტერესო თემა არ არის ეს უკვე მათთვის და ამ დროს აჟიტირებული თემაა. ურჩევნიათ ეს თემა მოხსნან და დატოვონ მარტო 225 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი. ჩემს შვილს ამ შემთხვევაში ედავებიან ორგანიზებასაც და ძალადობრივი ჯგუფების შექმნას, მონაწილეობას, ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებას, არ ვიცი რა, იმდენ რამეს ხელისუფლების დამხობის მიზნით. ანუ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, სავარაუდოდ ეს პროცესი დასრულდება 27-ში და სავარაუდოდ თუ იმ სტანდარტს დავაკვირდებით, რა სტანდარტითაც მუშაობს სასამართლო, ანუ წაყენებული მუხლის მინიმალურიდან 6 თვით მეტს აძლევს, ანუ 4-დან როცა იწყება 4 და 6 თვეს აძლევს, სავარაუდოდ 6 და 6 ან ორგანიზატორების შემთხვევაში იქნება 6 წელი და 6 თვე ან 7 წლამდე და დანარჩენ შემთხვევაში 4 და 6 სტანდარტი როგორცაც დარერგვირი. თუმცა გამორიცხული ისიც არ არის, საზოგადოებას აჩვენონ, რომ აი ორგანიზატორები ვინც არიან, ისინი ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯონ შემდგომში, რომ ვერავინ ვერ გაბედოს ამაზე ფიქრიც კი და გამორიცხული არ არის 9 წლამდეც რომ 9 წელიც რომ მიუსაჯონ, ესეც არ არის გამორიცხული, თუმცა მაინც ვარაუდობ, რომ რაღაც რაციონალური აზროვნება ეყოფათ და აი ამ მაქსიმუმზე არ გავლენ. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს საკითხი, ანუ როგორ დავიხსნათ, თავარი კითხვა ხო ეს არის, როგორ გამოვიხსნათ ეს პატიმრები ციხეებიდან. ცალსახაა, რომ 225 მუხლით ვინც არიან ბრალი წარდგენილი, იმათ არ გაუშვებენ და ჩვენ თავიდან, როცა აი ამ ბრძოლაში შემოვედით ოჯახის წევრები, ვიდრე
მოძრაობა შევქმნიდით, მანამდეც ვთქვით, რომ ესე გახმაურებული ტერმინი იყო, რომ ჩვენ არ მოგცემთ უფლებას ივაჭროთ ჩვენი შვილებით. ანუ ჩვენ ამით რისი თქმა გვინდოდა პოლიტიკური პარტიების მისამართით გვინდოდა რისი თქმა, რომ თქვენ არჩევნებზე არ წახვიდეთ და არ ივაჭროთ, ანუ არ ივაჭროთ ჩვენი შვილებით, ჩვენ ასე ვალაგებდით, რომ არჩევნებში გასვლა არ გაცვალოთ ჩვენი შვილების თავისუფლებაში. ანუ თუ თქვენ გითხრა რეჟიმმა, რომ აი მოდით არჩევნებზე და ჩვენ ამ პატიმრებს გაუშვებთ, მაშინაც კი არ წახვიდეთ, ხო? ჩვენ ასეთი თავიდანვე ძალიან მაღალი ნიშა დავიჭირეთ, რომ არ ევაჭრათ ჩვენი შვილების, იმიტომ რომ ჩვენ დავსვით საკითხი, რომ ქვეყანა არის დაღუპვის პირას, რუსეთისაკენ მიდის რეალურად, ევროპულ რელსებს ავწდით და მთავარი ბრძოლა რისთვისაც ეს ადამიანები ციხეში ზიან, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი. თუ ჩვენ ქვეყნის ევროპულ მომავალს ვერაფერი ვერ უშველეთ და ეს ადამიანები უბრალოდ აი ესეთი შეთანხმებით დავიხსენით ციხიდან, როგორიც არის, რომ აი არჩევნებში წამოდით და გაუშვებთ თქვენ პატიმრებს, ეს პატიმრები გამოვლენ და აღმოჩნდებით პირვანდელ მდგომარეობაში რა დროსაც დაიწყეს ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ხო, გამოვიდა და დახვდა იგივე რეჟიმი, იგივე სიტუაცია, იგივე რუსეთისკენ მიმავალი, ნუ ცალსახაა, რომ კონკრეტულად ჩემთვის შვილთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ როგორც კი გამოვა იმ დღესვე ჩადგება ბრძოლის რიგში ისევ იმ ეტაპიდან რა ეტაპზეც აიყვანეს ის. აქედან გამომდინარე, ვერაფერ ლოგიკას ვერ ხედავდი იმაში, რომ რამოდენიმე დღით ან თვით გამომეყვანა ჩემი შვილი გარეთ, როცა ასეთ ქვეყანას დავახვედრებდი და იგივე სიტუაციაში შეიძლება სულ მალე აღმოჩენილიყო ციხეში. ამიტომ დავსვით ჩვენ ასე საკითხი, მაგრამ დღეს როგორ დგას სიტუაცია, მიდის არჩევნებში, ხო? არის პარტიები, რომლებიც მიზის ვერავინ ვერ დაარწმუნა, რომ არ წასულიყვნენ, არც რაღაც პირდაპირმა და ირიბმა ზეწოლამ შედეგი არ გამოიღო, რომ არ წასულიყვნენ და გვაქვს მოცემულობა როგორი, რომ საპროტესტო საზოგადოებაში ყავს ორი მიმართულება, არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი ვისაც აქვთ და ბოიკოტის მომხრეები. არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ამავდროულად ძალიან ბევრი მოღალატეს და რაღაც ესეთ ეპითეტებით ამკობს, მაგრამ მე პირადად ესენი მოღალატეები არ მიმაჩნია, იმდენად რამდენადაც მათაც აქვთ დღეს უფლება აქციაზე მოვიდნენ და მოითხოვონ ჩვენი შვილების განთავისუფლება. ამას ისინი ემხრობიან რეალურად ამ ბრძოლაში ესენი ჩართული იყვნენ. ევროპული მომავალი კი არჩევნებში მიდის, აქვს კატეგორიულად არ მეთანხმები და აბსოლუტურად არასწორია და შეიძლება გაბრაზებულ ადამიანმა თქვას კიდეც ის სიტყვები რა ეპითეტებით წეღან თქვი, მაგრამ ისინი რომ აი პროტესტის რომ ამარაგებდნენ და პროტესტს რომ ემატებოდნენ, ამას ხელი არ უნდა შეუშალოთ არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ რაც უფრო მეტი ვდგევართ რუსთაველზე, მით უფრო მეტი ზეწოლა შეგვიძლია რეჟიმზე, მით უფრო მეტი შანსი არის რაღაცა სიტყვა გამოუგლიჯოთ დღეს ცუდ კონტექსტში იხმარება, მაგრამ რეალურად აცია რაღაცა შეიძლება გამოუგლიჯოთ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ვაიძულოთ პატიმრებთან მიმართებაში გამოიჩინოს მობიერება ან გადააკვალიფიციროს ან რაღაცა მოახდინოს. აქედან გამომდინარე არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დავდგეთ ისეთ მოსაზრებაზე, რომ ვინც არჩევნებში მიდის არ უნახოთ მოსული რუსთაველზე. რუსთაველი და არჩევნები ორივეს მოთხოვნათ, რაც ჩვენ გვაქვს პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, ეს არის ევროპული მომავალი, ეს არის ჩვენი შვილების განთავისუფლება, ორივეს ემხრობიან, ნებისმიერი მოვიდეს და უნდა იდგეს და შეავსოს რუსთაველი და რუსთაველიზე უნდა იყოს ბევრი ადამიანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრი ადამიანის შემთხვევაში რაღაც უფრო მეტი შეწუხება შეიძლება ამ ხელისუფლების. მე შეწუხებაში ვგულისხმობ ყველაფერსაც. ეხლა როგორც ვხედავ, სიტუაცია არის ასე დალაგებული, არჩევნებში ვინც მიდის, აბსოლუტურად დარწმუნებული არიან, რომ არაფრის თავი არ აქვთ და თვითონაც არაფრის იმედი არ აქვთ, არც გამარჯვებაზე ლაპარაკი ზედმეტია, საერთოდ არაფრის იმედი არ აქვთ, მაგრამ მიდიან. ლელოში მაგალითად გახარიას გარდა დარწმუნებული ვარ, არც ერთმა არ იცის რატომ მიდიან არჩევნებზე საერთოდ. იმის ხაზარაძე მიცის რატომ მიდის არჩევნებში და ესენი მიდიან, არც ერთმა არ იცის რატომ მიდის. გახარია ცოტა სხვა ფენომენია და სხვა შემთხვევაა. ბოიკოტის შემთხვევაშიც მე ძალიან ბევრს ვკითხე, რომ აი რას აპირებთ ბოიკოტი გავიგე კი, მაგრამ რა ვიცი, აგერო გამოვალთო არჩევნების დღესო რუსთაველზეო და გავაპროტესტებთო არჩევნებსო. ასე ვდგავართ 8 თვეა და 4 ოქტომბერსაც თუ გამოვალთ და დავდგებით და გავაპროტესტებთ. ანუ ნახეთ როგორც მავნებლურია, ასე შემიძლია ვთქვა, დღეს არჩევნებში წასვლა, ისე მავნებლურია პასიური ბოიკოტი, მოხვიდე და გაჩერდე.
ბოიკოტის შემთხვევაში ძალიან აქტიური ბოიკოტი უნდა იყოს. ისე როგორც საარჩევნო კამპანია ტარდება, ზუსტად ამ რეჟიმში უნდა ჩატარდეს ბოიკოტის კამპანიაც. ფულიც უნდა გამოიყოს, მობილური ჯგუფებიც უნდა შეიქმნას, რეგიონებშიც უნდა გავიდეს. ანუ ადუღებული ბრძოლა უნდა იყოს, პიკეტირებაც უნდა იყოს, რა ვიცი, გაფიცვების უნდა იყოს, არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, დესტრუქციაც შეიძლება იყოს, უბრალოდ ჰარმონიული ცხოვრების და ჰარმონიულად არჩევნების ჩატარების საშუალება არ უნდა მივცეთ. შევეცადოთ, უნდა შეუშალოთ და თუ შევძლებთ, ჩაუშალოთ კიდეც არჩევნები. თუ ეს არ შეგვიძლია, აბა ეს რა ბოიკოტია, ხო, არაფერი ბოიკოტი არ არის, ხო? და შედეგად რა შეიძლება მივიღოთ ჩვენ? მივიღოთ რა შეიძლება მივიღოთ 4 ოქტომბერი რო წარმოვიდგინე ახლა წარმომიდგენია 4 ოქტომბრამდე გვაქვს სექტემბერი რაღაც იმედები მაქვს მაგრამ დიდი იმედები არ მაქვს რომ ხალხი აზვირთდება და რაღაც აიძულებს ამ ხელისუფლებას რაღაც გადაწყვეტილებები მიაღებინოს მე უფრო მოვლენებს უყურებ 4 ოქტომბრის შემდგომ რა შეიძლება განვითარდეს ანუ ჩემთვის არის ორი ეტაპი მისჯის დღის მერე აი 19 კაც რომ მიურჩიან ჯერ ალბათ ჩვენი 8 პირის იქნება და მე 11-ის შევხედავთ რა შეიძლება გამოიწვიოს 19 კაცის დაპატიმრებამ ერთდროულად ანუ მისჯამ და მეორე მომენტი არის არჩევნების შემდგომ ნულოვანი შედეგი ექნება არჩევნებში მონაწილე პირებს ნულოვანი შედეგი ექნებათ ბოიკოტში დარჩენილებს და სად ვართ ხო და მოსუფთავებული ველი დარჩენილი რეჟიმს რომელიც მის არჩევნებს ჩაატარებს მის გამარჯვებულებს გამოაცხადებს და ასე შემდეგ შექმნის სტრუქტურებს როგორც შექმნა საპარლამენტო სტრუქტურები და ამ დროს ისევ ის არჩევნებში ვინც მიდიოდა და აქ ბოიკოტში ვინც იდგა სულ ყველა ერთად უნდა მოიყაროს ისევ რუსთაველზე და მივდივართ პროტესტზე ხო სხვა არაფერი არ გრჩება და იმ დროს როცა ახლა ჩვენ ერთმანეთთან მისასვლელს კონკრეტულად ამ ორ ძალას შორის ვამბობ ჩვენ ბოიკოტისტები და არჩევნებში მონაწილეები ერთმანეთში მისასვლელ გზებს რომ ბოლომდე ვჭერით ერთმანეთთან მისასვლელ მორალურ უფლებას რომ ბოლომდე ვსპობთ რამდენად შესაძლებელი იქნება 4-ის მერე რაღაც დიდი საპროტესტო მუხტისაგორება ხომ ნოემბერ-დეკემბერში ხომ ასეთი პრობლემები არ ქონდა ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში თქვა რაღაც სისულელე და ეს ხალხი აზვირთა და გამოვიდა მაგრამ ოქტომბერში იქნებიან ნულოვანი შედეგის არჩევნებში მონაწილეები ნულოვანი შედეგის ბოიკოტისტები ერთმანეთზე გაბრაზებული ერთმანეთზე გაბუტული ხო მიხვდით და ერთმანეთთან მისვლის პირიც არ ექნება აი ეს მოცემულობა გვექნება აქედან გამომდინარე როგორ გითხრათ დიდი იმედები კონკრეტულად ჩემთვის რომ რაიმე შეიძლება შეიცვალოს არა მაქვს და ხო ბოიკოტში ხმის მიცემის მიმართ ხო ძალიან ბევრი ხალხი იყო ქუჩაში ანუ გარანტად ხუჩერა ევროინტეგრაციის დიახ და ხმის თუნდაც იმედოობა დიახ